ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს. ღმერთი კი მასში. ჭეშმარიტი ღვთაებრივი სიყვარულის მაგალითი გახელდათ მე-20 საუკუნის უდიდესი მოღვაწე წმინდა ბერი არქიმანდრიტი გაბრიელ ურგებაძე. დღეს ამ სახელის წინაშე ქედსიხრის მთელი ქრისტიანული სამყარო. დღენიაдаг სიყვარულზე მქადაგებელმა მამა გაბრიელმა უამრავი ტანჯვა, დევნა თუ დამცირება გამოიარა. თუმცა როგორც ქრისტეს თვალსაჩინო მხედარი აკურთხებდა და ლოცავდა შეჭირვებულთ. აკურთხებდა ყველას დამოუკიდებლად მისი ეროვნებისა თუ შეხედულებებისა. მიზანი მისი იყო ერთი, ხალხს ქრისტე ედიდებინა. იგი ყოველთვის ცდილობდა თავის მოსაუბრეს საკუთარი მაგალითით გაეზარდა, ასავლიდა მორჩილებას, თავმდაბლობას, რომ სინანული არის საფუძველთა საფუძველი მართლმადიდებლობის. პარასკევას უთხრა დედა პარასკევას, რომ 30 კვერცხი შემოწირეს. 20 დაიტოვე და 10 გაატანეო. არ მინდა ის 10 გაატანეო. ან 30-ვე დატოვა და ზუსტად ის 10 აყრუდა და გაფუჭდა. ისევე ჟურა ვარასაც სხვას ჩუქნიდა. ჟურამ იცით ალბათ მოერიდა, ეს არა იყო, მოკვდა ცხვარი. გამოვიდა, გადააფარეთ ეხლა მაგას ტრაორნიო. და რაღაცა იუმორის საოცარი გრძნობით ახლა. ერთხელ მივედით მივეყანე ჩემი მეგობარი და დამხდა ეს იმის ქუდში. პილოტის თუ კოსმონავტის თუ არ ვიცი რაღაც ესეთი ყურებიანი ქუდი. აი ისე გიჟივით მოიქცა. ნუ აი რაღაცა საშინელებები უთხრა ამ ჩემს მეგობარს, მაგრამ ბოლოს იმას უწინასწარმეტყველა და სხვათა შორის ეხა შვეიცარიაში ცხოვრობს და რო ჩამოდის სულ ამბობს, რეები მითხრაო, კიდე ვერ მოდიხარ შენ აზრზეო. ის იყო რწმენაში გამოუცდელთა დამაკვალიანებელი, მამხილებელი მორწმუნეთა, ხან მკაცრი, ხანაც კი ბავშვებით ჩვილი. ხშირად ღაღადებდა გიყვარდეთ ერთმანეთი. მუდმივად ადიდებდა უფალს და ხალხს ქრისტეს სიყვარულს ასწავლიდა. ყოველ წუთას საგეჟეთში იყო, ციხეში იყო, ქუჩაში იყო, ყოველ წუთას ღმერთის დიდებაში იყო. უყვარდა ყოველთვის საუბარი ისე მშვიდ და დამაჯერებელი ტონით, რომ გინდა თუ არ გინდოდა მოინუთხებოდი ხოლმე მისი მიმიკით, ელემენტარული მიმართვის ფორმით. ტკივილიანი, განრისხებული, გამწარებული, გაბრაზებული სიხარულით, რითაც გინდა მისულიყავი, ხო? აი ყველანაირად. თავის გზაზე ისე დაგაყენებდა, როგორც არაფერი და განასწავლიდა, თუ რა იყო, რა და რის მერე რა უნდა გეკეთებინა. ოღონ ყოველთვის დამატებდა მარხვით, ლოცვით და სიყვარულით. ბული მისი იყო გაჟღენთელი სიყვარულით. სიყვარულით იყო. ყოველთვის ამბობდა, თუ მაცხონებს სიყვარულია. ვისაც უყვარს, ღვთისგანაა შობილი და იცნობს ღმერთს. ბრძანებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი. გაბრიელ ბერის ცხოვრება კი უწყვეტი ჰიმნია სიყვარულისა, რომელიც ყოვლის მომცველი გახელდათ. შემთხვევითი არ არის, რომ ერმა მას მე-20 საუკუნის უდიდესი საოცრება და სიყვარული უწოდა. მამა გაბრიელი თავისი ცხოვრების წესით კომფორტს არ ქმნიდა. თვითონაც არ იყო კომფორტში და არც ვერ მონაზვნეს უქმნიდა ამ კომფორტს, ეცით, არც დღე, არც ღამე მოსვენება არ ჰქონდათ, ეცით. ის იყო უდიდესი მასწავლებელი ფაქტურად, მისი ლანძღები ეს იყო რა იცით, აი ბოროტისაგან გიწევდა ფაქტიურად რა. ტაძარში რომ დავდიოდი ესე ინტენსიურად და ყოველ დღე და ის მამა ჩემს ცოტა შიში გაუჩნდა, ხა ის ძველი თაობა იყო და რომ მე მონასტერში მონაზვნად არ აღვიკვეცო და რაღაც ყველა მშობელს აქვს ხო იცით ეს განცდა და
ну რაღაცა ცოტა უსიამოვნო ლაპარაკი მოგვივიდა მე და მამაჩემს პირველად და უკანასკნელად, იმიტომ რომ ძალიან მშვიდი ადამიანი იყო და მაგრამ ისეთი აგრესიული გახდა იმ დღეს რომ გავგეშდი და ესე მითხრა რომ ხვალიდან შენ აღარ წახვალ მამა გაბრიელთან. რა თქმა უნდა დილით მამა გავიდა სახლიდან და მე გამოვედი სახლიდან პირდაპირ მივედი მამა გაბრიელთან. ავდივარ კიბეებზე და მეუბნება როგორ ახარო და რა ვიცი მეთქი არა გვიშავს მადლობა უფალს მეთქი. მამა შენიო ხო არ გეჩხუბება ჩემთან რომ და გავგიჟდი კიდე მე ვთხარი ხო გუშინ რაღაცა უსიამოვნო საუბარი მქონდა მეთქი და აი მივბრუნდი სახლში იმ დღეს მამა ჩემი ბიბლიით ხელში დამხვდა და იმის მერე გაუმარჯოს მახლა ღმერთს და დაბლა მარინას ბერსო. ისიც რა თვითონ დგამდა სულიერ სპექტაკლებს ჩვენთვის და თვითონ იყო რეჟისორის და ყველაზე დიდი მსახიობის და ეს არც ერთი არ იყო პატარა სპექტაკლი. პატარა თუ დიდი ყველა იყო უდიდესი მაინც და ეს მას ჭირდებოდა ხალხი, პუბლიკა, თქვენ გესმით რომ ღმერთი ედიდებინა. სალოსი ღვთისთვის სულელი, სინამდვილეში კი ღვთის უსაზღვროდ მოსიყვარულე, მადიდებელი, გონიერი ადამიანია. ზოგიერთი მას ლოთად და გიჟად მიიჩნევდა, ზოგიერთი კი წმინდანად. ის არ აქცევდა ყურადღებას ამ ფაქტს. მთელი მისი სალოსური ღვაწლი იყო სულიერ უძლურებაში მყოფ ადამიანთა ძიება და მათი გადარჩენა. გაბრიელ ბერს შეეძლო ემღერა, ეხუმრა, ეცეკვა, სალოსური ხერხებით იზიდავდა ადამიანებს ქრისტეს სიყვარულში. არ უყურებდა სახეს, მღვდელთავარი იყო, მონაზონი იყო, მე ვიყავი სულ ერთი იყო მისი. ჩვენ ყველანი როგორც ერთი ეზოს შვილები და თვითონ როგორც ყველაზე უზნეო მამა და ჩვენი მასწავლებელი ძალიან დამდაბლებული დონიდან გვასწავლიდა ღმერთის სიყვარულს და ერთმანეთის სიყვარულსაც. ეცეთ აი ამითაც უნიკალური. მისი გული იყო თბილი, გამთბარი სიყვარულით ყოველთვის. და ამას გრძნობა, ნებისმიერი გრძნობდა ამას. მახსოვს ერთ-ერთ მონაზონს ჯოხით დაძდევდა და ნუ რაღაც ფილც სიტყვაობასაც ურევდა შეასეთ შე და მონაზონი გარბოდა ესე ნებიჯით და მამა გაბრიელ არ მეშინია და არ ეშინიოდა იმიტომ რომ იმ ჯოხში და მაშინ მუქარაში იყო სიყვარული. მამა ლაზარეს მინდა ერთი სიტყვა თქვა. მამა გაბრიელის კელიასთან ვზივართ და მაშინ მამა ლაზარე იყო სვეტიცხოველში მორჩილად და შემოდის სამთავროში. აი ესე გახედა მომავალ მამა ლაზარეს და მეუნევა. აი ეს უცხოენებზე მოლაპარაკე კაცი გაკურთხებს შენო და ამიტყდა სიცილი მეუთხარი ეს არის მეთქი გერმანისტი. არის პროფესორი მეუთხარი გეხვეწები მამაო მეთქი ამა როგორ უნდა მაკურთხოს თქო. ღვთის მადლი და ღვთის წყალობით მამა ლაზარეს მე სუთხარი რომ ვიყავი ერში და არ ვიყავი სასულიერო პირი რომ მამა ლაზარე თქო თქვენ უნდა მაკურთხოთ თქო მე და გაეცინა კი კაცო აბა შენიციოდა რომ მაკურთხა მერე გავახსენებ და კი მაგრამ მართლა შენ ხო მითხარი ესო ეს იყო მამა ლაზარისა მამა გაბრიელის ნათქვამი რომ აი მძურის მაჩუკა არქიმანდრიტი ლაზარე იქნებოდა ჩემი მაკურთხებელი ღმერთმა დაგვილოცოს და ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს ამინ